მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს მოკლედ გეტყვით ჭიპი გავუქმეთ. ისი რა ერთხელ კიდე გაიმეორეთ რაკენით? გავუქმეთ. პაციენტს. დიანა ძალიან გთხოვ ახლა ვიცი რა არის არცალია კასტინგი მაქვს და რა კასტინგია ლაშა? დამხმარე შეძებ. ია, როგორ ხარ? რაც არ ამიშა. რომ მткиვა ნეკნები. უკაცრავად მემაბადით. კარგით რა ბატონო კახა რა. ერთი თვე აქ დავდივარ და წყალში ვცხოვრობ. სულ ასე მეუნებით მოგიგვარეთ მაგ პრობლემას. ეხლა წავალ და პირდაპირ მინისტრთან მივარ. ბატონო კახა ერთი წუთით კი თუ შეიძლება არ წახვიდეთ რა. დატყორელო გურა მომისმინე ერთი წუთი აბა. რა უნდა გითხრა? აი შეხედე საბურთალოზე არის მშვენიერი ბინა. შევარჩიე ვიმუშავე თქვენთვის. აი შეხედეთ როგორი ბინა აგირჩიოთ რა? კარგი ბინა. აბა ჩვენ აქ საქმეს ვაკეთებ და მუშაობთ ისე კი არ ვზივარ და კი არ იმაშვებით კაც. გია აქ სუგიცურავს ფეხი და არ დავარდე. ხილად. გადააგდე ეს ფეხის საწმედი. ამდენჯერ უნდა გითხრა ადამიანი. ნელა, ქალბატონ მარინა რა მართლა გადააგდე თქვენ ეს ფეხის საწმედი მე გიასთან დავჩები. ხო, შენთან დავჩები მთელი ღამე გია. ხო, არ მეზარება რა. მთელი ღამე. ხო, არ მეზარება შენთან დავჩები. მოდი. ატა. როგორი პატივი გვეცი, არ ვიცი რითი გადაგიხადე. ქალბატონ მარინა ეს გაიხადე გია. რა უნდა გადამიხადოთ, როგორ გეკადრებათ? რა საჭიროა უბრალოდ მითხარით მე საწვევი და ეგ არის რა. მარინა. ვაი. მოდი ხაბარემ, საჭმელიც გააკეთე და ბადა შეჭარ და წავა. გია, ის რა ეგრაშუაში გია, უბრალოდ რამხელა დივანი გაქვთ ხლა, რამხელა დივანი ადამიანი რო შემოვა, ნორმალურად კი ვერ გაივლის, რა წესია? აი წარმოგიდგენე, კარს გააღებ, შემოხვალ და ერთი ნაბიჯი და დივანზე უნდა დაწვეს, სხვა გზა არ გაქვს რა, იქ მარინა. მარინა, გესმის? აი თუ რატო მატრია? საავტომობილში მომიგიდე და ტაქსავდე რო ზურგით მატრია, ხედა? დაგიდე კურთუგები რო გიჭირავს ხეში და აი საკიდარ მე დაგიდე. არა იყოს გია, იქნები მე ეს მთელი ღამე რა მაინც რა უნდა გავაკეთო და მე ექნება ეს ვიდეო. ატა. ბატონო. წვნიან შეჭამ? წვნიანი არ მინდა ის მაცივარში სოსისი გექნება და ის შეწვით ხო? ხო, უჩაფოა და ამათო ასე გავაგზავნა და შეიძლება მაგის დატოვებაზეც ვიფიქრო. აი მე ესე იგი დღესაც პოროხასთან რჩება ბექუნა. რა ვქნა რა მოსულიყო ევახშმა ჩვენთან ერთად რა გავაკეთო? არასოდეს არ არის ეს ბავშვი საქმეში. ქალბატონო მარინა, მე გეტყვით ერთ რაღაცას ეხა. ისიც რა არის, მე მესმის თქვენი რომ ბავშვის მაგივრობას ვერავინ ვერ გაგიწევთ, მაგრამ დარჩეს ეს ბექუნა იმ პოროხასთან იყოს დღეს რა მოხდა ეხა იყოს პოროხასთან და მე გაგიწევ თქვენ ბავშვის მაგივრობას. აბა ხო, თან სულ მეუბნებიან პატა, როდის უნდა გაიზარდო, როდის უნდა დაჭკვიანდე, როდემდე უნდა იყო ბავშვიო, მაგრამ მე არ ვიზრდები ქალბატონო მარინა. და ესე მე გაგიწევ ბავშვის მაგივრობასო თქვენისთანაც ზრუნვა დედებს დავეხმარო. ხო. პატა მოდი რა დამეხმარე რა დავждე მაგიდასთან. მოდი ძალიან მткиვა. ნელა აი გეტკინა ამკრავს ხოლმე რა გაკრავს ხოლმე ხო ვიცი გია ეგ საშინელება ხელიანა აი ხო თხილად მოდი დაჯექი საშინელებაა გია სხვათა შორის მე ხო ოპერაცია გავიკეთე მუხლის ოპერაცია გავიკეთე და მუხში მე ნუ ისე გამოვიდა რომ ჩამისვეს პლატინა ხო და მე რა ხდება იცი გია დამჭა ცუდად უშნო დამჭა ხო ხდებით აი ამ ადგილზე ცოტა ამოიბერა დროთა განმავლობაში და აქ ესე ვერ დაინახო ერთ წუთს გაჩვენებ არა გია ესე ვერ დაინახო მართლა ჯერ არა არ მინდა არ მიყვარს ამ ობურცული რაღაცეების ყურება
აი, გია. ანუ რჩები თქვენთან, ხო? გია. ესე იგი გია. გია, რეებსაკეთი მეშინია დედას ვისაუბრე. გია, რჩები თქვენთან თუ გია. გია. რა იყო, რა მოგივიდა კაცო მეთკინათ. ჩავიძინე ძლევს, რა იყო, უნდა გამაგვიძო მაგრამ ეს. რჩები თქვენთან. მართლა გეტკინა? არა ვაშოთ, გამივიძე. გია. ისე ინერვიულო შენი ამბავი რეზიკომ რომ საჭმელს პირი არ დააგარა. მე დაგიყარე საჭმელი და შეჭამდა. უი, მართალია. ქალტურმა ცოტა დიდი გალი არ გაქვთ? მართალი ხარ პატა, მეც ვიფიქრე მაგაზე, რაღაცა ვერ ეტევა. არა, რეზიკო რა შუაშე, ჩემთვის ვიძახი, ჩემთვის. ცოტა დიდი გალი გაქვთ, მე ვიცხოვრებ და აი ბავშვად ხო დავჭებ, თუ გინდა თუთიყუშად დავჭები და ვიცხოვრებ აქ, ხო? თან მაგრად ვაკეთებ მე თუთიყუშის იმას რა ქვია, პაროდიას. გაჩვენოთ? აბა. ხო, აი უყურეთ. ეგ არის ქათმის პაროდია, ეხლა შენ თუთიყუში არ არის. გია, ეს არის თუთიყუში, რომელიც აკეთებს ქათმის პაროდიას, ხო? აბა. პატა, გეღობა მაიმუნობა. ანუ რჩები. აი ამ დივანზე გაგიშლი და აქ დაიწია. ანუ რჩები. კი. იესო რჩები, ქალბატონო მარინა. რჩები, ქალბატონო მარინა, ვაიმე, ესე იგი მიმიღეთ ბავშვად, ხო? კი, მიგიღეთ. უნდა გადაგეხვიო. დედა. მოდი. დიდი მადლობა, ნეკნ გატეხილო მამა. დიდი მადლობა. აი რეზიკოსაც როგორ გავუხარდათ, ხედავთ, რა ბედნიერია. სხვათაშორის ესეთი მყავს სამსახურში მეც. რა, ისიც ესე ბევრს იმაშვება? არა, მე ჩემი უფროსი გულისხმე ესეთი პატარა არ. ესეთი. უი, მართლა სამსახურში მიდიხარ ხვალ? არა, დაურეკე და უთხარი. ასეთ სიტუაციაა, მეგობარს ჭიპი გაუუქმეს მეთქი. ხო და დილით აუცილებლად უნდა შევიდე და კარგად დავცვენო მეთქი რა. ხო და იმებას მითხეს რომ რადგან ახლა ეგეთი ამბავიო, როგორ მოხვალ? ატა, ხო კიდე, ესე იგი ღამე საბანი არ გადაიხადო. გასაკეთებელია ის ფანჯარა უბერავს და გაცივდები. ჩუსტები აქ დაგილაგე. ღამე თუ დაგჭირდება საპერფერო შუში გასვლა, ფეხშიშველი არ გახვიდე იცოდე, თორე ფეხი გაგიცივდება. ეს ფარდა გადაგიწიებ, თვარიშუქი არ შეგაწუხებს. კიდე რა მინდო და მე თქვა. ქალბატონო მარინა, გაჩუნდი თორე დედას პიცა ვარ თუ წავი თუ დავრჩე ეხა და თუ არ წავიდე სახში. ძიმდებს. უნდა და რა ძლივს ვიძინებდი და გამიტეხა ძილი რა. როგორ დავიძინო? რატო გამიტეხა რა უნდა და. ეხა ესეც გამიტეხავს, რატო მიტეხავთ? რა გინდა ვერ გავიგე რა გინდათ ჩვენ. გია. რა საკეთებ გია, ჰა? არ იცი შე? არ ვიცი რა. აი ეს ნაჭერი თუ არ გადააფორე ამას? ღამღამობით. თვალ და ხუჭული. თვარეულებით რა. ეს ნერვიულად აქეთ-იქით იწყებს სიარულს, კაი. თან იძახის გამომიშვი თორემ დაკორტანითო. მერე იწყებს გალის ღრნას. ოდე ერთხელ გაღრნა გალია. ვეცი, მეცა დამაგრიჟა მთელი ხორცები მყავებზე. მერე მარინა მოვიდა ეს გადააფარა და ძლივს დააწყნარა. გირა განახო ნაიარები. გია წადი ეხლა არ მომეკარ თორე ვიკივლებ ისო. წადი ეხლა არ ვიკივლებ. წადი! განახო. წადი! დაგ. ამ შენების არეზიგო. პატა არ მოიწყინო. მარინა, ჩვენ თუთიყუს აბა ვიცი? აუ რა გინდათ ხასო, რატომ ტოვებთ მარტომ ხეცთან რა? აი რა აღარ შემიძლია. კარგი ხო გვეყოფა. დაუჭიპო.
მოგბეზრდათ 2 დღეა გადაბმულად იცინით ამ ჩემს ჭიბზე. ხო, კაი, მართლა გვეყოფა, დავისვენოთ. კარგით რა, ნუ გადაწინით ჩემ დათუჩას. მადლობა დიახ. არა, ისე უჭიპო დათვი ძალიან სასაცილო. კარგი რა დიანა რა, ესენი კიდე ხო და შენც, შენც. ალო. როგორ ახარ ზაზა? რა ვიცი, კარგად. არა, ნუ ოპერაცია, არა წლებს გადამარჩინეს რა. რა გაცინებს, კაცო? რა გაცინებს გამაგო? კარგი რა ზაზა, კარგი. ხა უჭიპოს განახებ თუ მოვედი ახლა. აღარ შემიძლია რა. არა, უყურებ ამ მუცელს და რაღაცა სხვა ორგანო არ, სხვა ნაწილი არის ადამიანის და ვერ ხვდები უყურთ რა ნაწილი ამას. მაშა, ჭიპის სურათი გააქვს? რა გინდა? არა, დავკიდოთ და სანთელი დავუმტვით. მაშა, ჭიპი 40 დღე აქ იტრიალებს. რომ გავიგე რომ ჭიპი არ მოაჭრეს, თავიდან გავგიჟდი. მე 2 საათი ვიცინე. მე დავწყდარდი და მე თავიდან გავგიჟდი. ნიკადე თუ იმეცადინე მოდი ჭამე. არა დე ვერ მეცაინო, ვიცი რა არის? სწავლას რო ვიწყებ, სულ ლაშაბიძეს მუცელი მახსენდება და მეცინება. ხო, კარგი ნიკადედიკო, საბატიო მიზეზი გაქვს, მოდი. ისე დედა, ჩემი კლასელები დღეს სკოლის მერე ექსკურსიაზე მიდიან. მერე შენ არ მიდიხარ? არა, აქ მოდიან ლაშაბიძეს მუცელი და გაჩუნდით ხო ხედავ მირეკალა, იგივე ცოტა ჩუმად ეხლა მირეკალა, ხო? ალო, ხო თენგის. რა ვიცი ბიჭო, არა ახლა დავდივარ უკვე გადამიარა და აღარ მტკივა ისეზე. რა გაცინებს, კაცო, რა გაცინებს? კარგი რა. აღარ შემიძლია რა. ვაშა. თუ გინდა აღარ დაგცინებ. ელენე გაუმასპინდე სტომარს უხერხული. აინა, ჩაი არ მინდა და წვენი გამომიღე და მაცივიდან ცივი. უი გია, იცი რა არის? ეს წვენი არის თბილი. იმიტომ რომ მაცივარი გაფუჭდა. აღარ ყინავს საერთოდ. უი თბილია, ხო? გაფუჭდა ესე ეს მაცივარი. რამეშვილი ხა თელ საჭმელს ჯიბეებში ჩამედაგებ და გამოტანს ხოლმე სახში არ გაფუჭდეს. აი დაწნევდი გე, მე გეტყვი რაც უნახრა. მე ხელოსანთან უნდა დარეკო. მე ვიცი ერთი მაგარი ხელოსნის ნომერი. დაურეკავ და ეტყვი. გამარჯობა ბატონო ხელოსანო, მაცივარი გამიფუჭდა. ხო და საჭმელი რო არ გამიფუჭდესო, ხო? არ მინდა რომ გამიფუჭდესო, იქნებ მოვზანდეთ. მე მოვა ეს. მოვა ერთი უჭიპო ტიპი, უჭიპო. შეჭამს თელ მაცივარს და წავა. ხო ხტები? უჭიპო ტიპი გამოძახებით, აი ესეთი. ხო მაგარია, უჭიპო. კარგით, მადლობა. ნუ იყო. გავიგე მაცივარი გაგიფუჭდა და თუ რამე გქონდა შესანახი ჩემთან შევინახოთო. ნუ საერთოდ გაიგო ახლა. მე რა ვიცი. გია, იცი რა, ეს მაცივარი აღარ გაკეთდება და ახალი ვიყიდოთ რა. არა, ახლა ფული არა მაგ და ვერა. თან გუშინ ბეკუნამ ფული გავამართვა. განსაცმლის ყიდვა მინდაო, ხო და იმდენი ფულით მარტო ერთი კამარი იყიდა. ის კამარი არ იყო, კაშნია იყო. მოიცა გასულ ტყავის კამარი კაშნია? ესე რა ყურადღება მიექციეთ, არ დაიხჭოს ბავშვი მაინც. იცი რა? შენ თუ არ მეყიდი? ლევანს დაურეკავ. ის გამომიგზავნის. გულებას დაურეკავ, ბარემ ეს უთხარი რომ ტუალეტის ხახალდი გვითავდება და ეგეც გამომიგზავნის. გამოგიგზავნის. ბადა, ისე. აი, უფრო სტორი რომელი იქნება? ლევანმა გამომაგზავნა თუ ლევან მამა გამომაგზავნა? ლევანით. ო, ლევანით გამომაგზავნა, ლევანით. ხო, კაი. ხო, ესე არის სწორი. წავედით ჩვენ.
ავედი, აბა. მოიცადეთ კატლეტები წაიღეთ და შესვენებაზე მიირთ. უი, ქალბატონო მარინა, არ ვიცოდი თუ გამანტანდი და ორი ცალი ჩავდეულდი. არა უშავს ესეც ჩადე. ხო, კარგი. ბატონო. აი ესე ჩადე რამე არ მინდა. აბარა კი. არ გაკოცებ. ლევანს დაურეკავ მაცივარს გამომიგზავნის და იმას ვაკოცებ. ლევანს. ლევანმა. ლევანს. წავედი. ლევანით. უი, ბატა, მობილური რჩება. ვიცი ხო. და წაიღე. არა, ეს სპეციალურად დავტოვე, საღამოს მოსვლის მიზეზი რომ გქონოდა. არა, წაიღე. აი, მადლობა ქალბატონო. კაი, ნახოთ. ნახოთ. წაიღე, ბატა. აქ დამივარდა ეთყობა. კარგი წავა. ბატონო. მოდი. სანამ გვრიწავალ. ხო. ლაშასთან შევიდე და დავცი. აბარა. ლაშა, ჭიპიანები მოვდივარ თუ კაცი ხარ, გააღიყარი და ხუდი აბა ერთი. გააღე, აბა. ელენე, დღეს საღამოს ბარში ხო გამოვყვები? რომელ ბარში? რომელში და კარფანჯრები რო არა აქ იმ ბარში. აი ხა გაიცინე, რატო არ იცინე? ელენე, იცი რა არის, 3 დღეა ვუკრავ და არავინ არ შემოდის და შენ მაინც წამოდი, გეხვეწები რა. ეთყობა თეკლა ფეის კონტროლია და აღარავის აღარ უშვებენ ბარში. რა გჭირ შენ? ფეის კონტროლი არ ვიცი და ჭიპ კონტროლი მართლა. არა, უნდა აიღო ეხლა ეს პილოტა გადასხოთ, მაგრამ რო გადასხო ეთკინება და რო ეთკინება, მე რო ცოდუ არ არის და ვერაფერში ვერ გამოიყენება. უკაცრავად. მე. ალო, ხო სალომე? არა, სახში არ ვარ. ლაშასთან ვარ. ხო, იმ ლაშასთან ჭიპი რომ ამოკვეთე. თეკლა ისე ფრთხილად იყავ მაშინდელივით მიკროფონის შნურს ფეხი არ წამოკრა და არ წაიქცა. არა აქვს მიკროფონს შნური. მართლა? ის არის რადიო მიკროფონებია? არა, რადიო მიკროფონები ელენე, ისეთი საშნელი ბარია, ყავას ხის ჭიგებით სვამენ. საერთოდ არ არის მიკროფონები. კარგი თეკლა წამოვალ, რა ჩავიცვა? რაც გინდა ის ჩაიცვა, ელენე მთავარია, თბილად ჩაიცვა უბერავსი. თეკლა. ისე შეეში მაქსიმილიანს, ხო ხედავ უნიჭო ხარ. ის უჭიპო ნახე. ხო ერეკლე. რა ვიცი აბა, არ სახლში ვარ. კი გამომწერეს უკვე. რა გაცინებს კაცო? რა გაცინებს გამაგე? არ გიქ რა ხალხო რა ნერვებს მიყიდ უკვე აღარ შემიძლია რა. არა, აღარ შემიძლია რა. ნეტა როდის დამთავრდება ამაზე ხუმრობა? ნეტა როდის დამთავრდება რა? ბიჭო, იქი არა. ლაშა ბაბუას ჭიპი რო არ კონდა გახსო. კარგი თეკლა წავალ მე ზევით ავალ გამოვიცვლი. დიანა მე ზევით ავალ არ მოიწყინო მალე ჩამოვალ. რა მოგივიდა ჩემო ფუფულა რა მოხდა ეთყობა კბილი გამიღიზიანა და ისა ლაშა თბილი დაიდე რა მეგიშველის. ლაშა მე თბილი ტუჩები მაგ გინდა დაგადე. არა მაგაცი სტომატოლოგი იმას დაურეკავ ის მიშველის საწავიღე ტელეფონი. ისა მოიცა ლაშა მე მოვძებნი ზარს გამოგიშვებ და უფრო იპოვი. აი ნახე უჭიპო არ მინდა ვიპოვე. ლაშაბიძე რო ამოიღო კბილი. რატო უნდა ამოვიღო? კბილი რო ამოვიღო მე რო გავიცნებ არაესთეტიური იქნება. დიდი ამბავი ლაშა ჭიპი ამოიღე და კბილი რო ამოიღო. ხო ლაშა უკიჭო და უჭიპო დათუნია მეყოლები. ალო ხო ზურა ლაშა ვარ. ხო რაღაცა კბილზე პრობლემა მაქვს და რომ მოვიდე გნახო. ხო
კი, არა, ის ოპერაცია კი კარგად ჩაიარა. ხო, რაგაცინებს კაცო, რაგაცინებს. ხო, მოვალ და განახეთ, კარგი, ხო. კარგი ზურა, კარგი. დამანებე თავი რა. კაცო, მე ამდენი ხანი ვიძრე საავადმყოფოში? 27 ივლისია უკვე? უი, არა გია, მოხევის და სხვა ფურცლების გამომყვა. შენ რატო გამოპრანჭვი ხარ? მიდიხარ სადმე? იცი რა, ჩემი ხალათი ვერ ვიპოვე ვერსად და ხო არ დაგინახავს. შენ ხალათს როგორ დავინახავდი? საკუთარ ხალათს ვერ ხედავ ხოლმე და. და საკუთარი არ გაქვს და როგორ დაინახავს? როგორ ახ ისა უკაცრავად ცოტა შემაგვიანდა ეხლა რა საკეში ვიყურებო და შევყევი ხო ხდები რა და რატო შევყევი და რატო დამაგვიანდა იცი უყურებ ეხლა ჩემ თავს უყურებ და მართლა რა ლამაზიო აი თურმე სატყოფილა ჩემი ხალათი ეს შენია ქალბატონო მარინა ხო მე გიასი მეგონა რა ვიცი გიას არ უყურს ესეთი რაღაცეები რა ვიცი მე ხო აბა მე მიყვარს ჭრელი ხალათები და ზურგზე ამოღებული მაისურები ცოტა კი გამართბოდა რა ვიცი იყოს აბა რეზიკო მოვიდა შენი ოთახის დამლაგებელი აბა მოემზადე ბადა ხედავ? ხო. როგორი პატარა კვერცხები დაუდია ჩვენ თუ ტიპოს? მართლა რა პატარა კვერცხებია? შეხედე შენ. ბაჩვინი აბა ერთი. გია კარგი რა მართლა კვერცხები მეგონა რა. სიცხვილი ეს არის ჩვენ რომ სახში ვარ და ის კიდე ქუჩაში გავაგდეთ. აი ეგ არის სიცხვილი. კარგი მოდით ისაუზმეთ. ბლინჩიკებს შეჭამპაატა. აუ კი ხორციანი ბლინჩიკები მაგარია ქალბატონო მარინა. ხელებს დაებადება პაატა შენ დაიწყე. ნუ ხელებს და. არა ხორციანი არ არის, ხაჭოთი გავაკეთე. ხაჭოთი? კი. აი ბინას რო ყიდულობდით, ფული დაგეკლო და ხორციას გაგიკეთე. იხურე პაატა. მირცი. ქალბატონო მარინა 2-ს გადავიღებ, ხო? კი ბატონო. 2-ს არა, 3-ს გადავიღებ. მოდი 4-ს გადავიღებ. ხო და მე დავიმატებ 2-ს კიდე. არა, 3-ს დავიმატებ. მოდი 4-ს დავიმატებ მე. ჰა? პატა, რამდენიც გინდა იმდენი მიირთვი. ხო, მეც მაგას გულისხმოდი ხო. აბა, პატა მოღები როგორ გეძინა? რა ვიცი გია, ჯერ თავიდან ესე მეძინა. აი ეს. მე გადავტრიალდი. მე ზურგზეც იმასკენ სამოწიქი იმიტომ რომ არა. აბა, ძირში წუწუნებდი და იმდენ გაგითხები. აუ, წუწუ. ვაიმე მართლა ხალხო რა დამემართა საშინელი სიზმარი უნდა როგორ ვიტანჯებოდი იცი მთელი ღამე რა დამესიზრა ეხლა ვითომ ლაშამ გადამყლაპა და დავდივარ ამ უცელში დავდივარ ვეძებ ჭირს ვეძებ რომ გამოუძურე კაცი გამოუძურე სად არის ჭირი არ არის მთელი ღამე არის მე გეცინებოთ მაგრამ იცი რა დღეში ვიყავ ესე დავზრობია გიწვალია მიწვალია რომ ისე გია შენს უყარებია ხრინვა ხო იცი სხვათა შორის ხო იცი რა მაგრა ხრინავდი გინდა გაჩვენო როგორ ხრინავდი ეს ხო იცი ეს თვალები ქონა დახუჭული და მე რა ვსა აი ეს ის უნებდი რა გამარჯობა თქვენ ალბათ ფლაშ აბრძანებით არა? დიახ. თქვენმა მეგობარმა ზურა ექიმმა გამომგზავნა თქვენთან თვითონ არ ძალია სასწრაფო საოპერაციო პაციენტი მოუყვანეს და მე უნდა გიმკურნალოთ ბოდიში მოუხადეო დამაბარა. კი ბატონო არ არის პრობლემა. არ არის. დიახ. დავიწყოთ, ხო ალბათ? დიახ. კარგად. სები. ვაჭენ პაციენტს გამზე. თუ ნერვებს ვაწყნარებთ, ვეკითხებით ჩივლების შესახებ. დავძანდით. თუ ზიხარს. მაშინ პირი გავაღო ალბათ. დიახ.
მე მგონია ეს ასე უფრო მოსახერხებელი იქნება. დიახ. ეს კბილი გთქვათ? არა, ეგ არა. გამოხრული რომელიც არის აი ეს. დიახ. ესე გთქვათ? კი. ესე? კი. ესე? კი. რაც უფრო მაგრა დამაჭერთ, უფრო მეტკინება. დიახ. ეს თქვენ ასისტენტი არ გჭირდებათ? არა, მე თვითონ ვარ ასისტენტი. და ისა ზურა ვერ მოვა, ხო? ვერა, ოპერაციაზეა. ძალიან წუხარ რომ მიმიწევს თქვენი დახმარება. იცით, მე სტომატოლოგი ვარ და თუ რამეში დაგჭირდეთ დახმარება, მითხარით და მოგეხმარებით, ხო? მართლა? კი. რა კარგია. მე ჯერ ახალი ვარ და რას ლაპარაკობ? დიახ, მეშლება და ეს დარიშხანი თქვენ გქონდეთ მაინც. ესენი თუ არ გჭირდებათ, გამოვიღებ ამას. გამოვიღებ, ხო? თუ არ გჭირდებათ. დიახ. აბა, ხო, ბრო, აბა რომელშია კახა? რომელ? ой, აქ ყოფილა კახა, გამარჯობა. როგორ ხარ? მე არაფერი იყო ბუფეტში, ერთი უნდა გავიგო ეს მსუქანი აიტიშნიკი როდის ჭამს რა. აუ. სათვალე რატო გიგეთია? სათვალე კახა. მინისტრს დარჩა, მინისტრს გაიგე? ხო და მეც ავიღე და გავიკეთე. იცი რა მაგარი ყოფილა მინისტრის თვალით დანახული სამყარო. გიჟდი, მინისტრის სათვალე გიგეთია? რა იყო? რომ დაგინახოს? რანაირად უნდა დამინახოს იმის სათვალე მე მიგეთე. ესე იგი მინისტრის სათვალე გიგეთი? კი. მეც რა თუ რატომ მომსავნა? აბა ხომ ანასულა. კატლეტი. ახლა რაღაცა დაბალი მეჩვენებ თუ სათვალე მათქულა. არა. ხო მართლა გუში რო გადამარჩინე მადლობა მინდა გადაგიხადო და არ ვიცი როგორ. რას ქვია არის? მე ვიცი როგორც უნდა გადამიხადო. ესე. მადლობა. ესე უნდა გადამიხადო, ხო? კარგი ბატონო. ხობა ხوار გამსვა, კატლეტი. ორსავი. ორი გავთ, ხო? ადა, ბატონო. ბარში ხო ვერ წავიდეთ? ბარში. დავლიოთ, მე პატიჟებ. ბარში. მაგარია, ძალიან მაგარია ბატონო, კახა, წავიდეთ ბარში. მაგრამ თქვენ შემოგიშვებენ? კარგი. მოკლედ, ერთი ბარი ვიცი, გუშინ ვიყავი. ხო. ძალიან მაგარი გოგო მუშაობს და დამევასა. იქ წავიდეთ, დავლიოთ, გავერთოთ. ისა კობა აღარ გვაქვს. თქვენ საცხოვრებთ? საბურთალოზე, ხო. რამდენი ოთახიანი ბინა გაქვთ? რატომ მიკითხები? კარგი, რო დავლეთ მე რეგეტყვი. კარგი. მე რეგეტყვი, ეხლა იყოს არ არის საჭირო. აბა, ბატონო კახა. თქვენ არ გინდათ კატლეტი? არა. რას ქვია აქ? არ მინდა. რას ქვია აქ? ეხლა ეხლა. ბატონო კახა, ეხლა ძალიან გთხოვ, უნდა აუცილებლად უნდა გამომართვა. ერთი ცალი, ჩვენი სამინისტროს ხათრით, ბატონო. ბატონო კახა, ერთი ცალი. მინისტრის მოადგილის ხათრით, ერთი ცალი. ერთი ცალი მინისტრის მოადგილის. აბა, გააღე დიდი პირი. მოვიდა, ჩუქუჩუქუ. აბა, ჩუქუჩუქუ.
მიდი, კარგად აღეჭე და დიდი ბიჭი გაიზდები. აი, ამ ხელა დიდი ბიჭი გაიზდები. აი, როგორია? ხო, კარგი, ხო. ერთის მინისტრის ხათრით და ეგრე. მინისტრის ხათრით. კარგი, მე შევჭა მინისტრის ხათრით მე. ახლა ეს გამაყუჩებელი უნდა გამიკეთოთ. დიახ. სა ნემსის ხوار გეშინიათ. არა. მეკი. ხო. გეტკინებათ. არა, არ მეტკინება. თუ გეშინია. ნუ მასწავლეთ, მე გიკეთებთ და ვიცი რომ გეტკინებათ. მოდი. ამ სახელი? ლადო. მოდი დამშვიდით, დაწყნარდით. სხვა რამეზე მიფიქრეთ, კიდევ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ჯერ ესე გავიცნოთ კარგად ერთმანეთი. ეს მომეცით აქ, დავდოთ ხო. აბა ვილაპარაკოთ სხვა რამეზე თუ გინდათ, ხო? კი ბატონო. უი, დღეს ზურაიკიმა მაგარი ამბავი მომიყვა. თურმე ესე იგი მის ნაცნობს ოპერაცია გაუკეთეს და ჭიპი გაუქმეს. რას ლაპარაკობ? არ მჯერა. არ მჯერა და მაგრამ დაიბიცა. დედა. ქალბატონი ნაზი. ნაზი დეით, ხო? დიახ. მე მგონი გადავერთეთ უკვე, ხო? და ჯობია ვიმკურალოთ, იმიტომ რომ ისე მტკივა უკვე ამის ატანა აღარ შემიძლია და გამაყუჩებელი გამიკეთეთ, ხო? დიახ. თავარია ახლა, შენ არ ინერვიულ, ხო? ძალიან თავარია ეს რომ არ ინერვიულო. ყველა დამწყები ექიმი თავიდან ასეა, დამშვიდი, დაწყნარდი, თავარია შენი თავისი ერწმუნო, მე გენდობი, მიდი. ესეთი სიტყვები ჯერ ჩემთვის არასოდეს ვთქვამთ. ხო, დავიწყოთ, ოღონდ რაც თავარია ენაში. ენაში არ მოდი, ხო. ენაში არა, ხო? ხო გიცხარი ენაში არ მიგავ. ლაგამიკეს. მიდი გააკეთე აზიაღალაკ, მიდი. ეხლა უფრო გტკივათ ვიდრე მანამდე. აისა. ლადო. აქ ის კარდიოლოგი ყავთ? დავალი მასვლა ხვევნა, გული სამკილა ძალიან დიდი ბოდიში. აგაუსა. გავა, საიტი კარდიოლოგი რო გავა? მაგალითად. დიახ. კარგად ლადო, კარგად. ნახავთ. იუმორში გავარჯიშებდით თქვენ. იუმორში რო გავა, აი მაგვარჯიშე გამახსენდა, იუმორში ხო გავარჯიშებდით. და რა ქენით მე რამე დახოცეთ რაღაცა გამოგდით რამე თუ როგორ არის? მიდი აბა გამეხუბრე, მიდი. მე არ მწყეს, ხო იცი, მიდი გამეხუბრე. და შენ ისეთი სათულე გიგეთია, ჯობია საერთოდ ვერ ხედავდე. შევჭამ. წვალობ, ძალიან წვალობ, მაგრამ არა უშავს პატარა რაღაცა დროთა განმავლობაში აღოსაუხებ და მიხვდებით. მაგალითისთვის გინდა გაჩვენე როგორ უნდა იხუმრო? როგორ? უყურე ახლა. აი ეს ვარ მე. ეს ხარ შენ. არა, ეგრე არ გამოვა ბატონო კახა. დაუწე. აი ხარ შენ. არა, ეგ არ ხარ. ნო აი ეს ვარ მე ეს ხარ შენ. ეხლა იუმორი ბატონო, როგორი? მესმის შენი ბატონო, მესმის შენი. მოდი რა ვქნათ იცი, მაღალი რო გამოჩდე ესეთი რაღაც მოვიფიქრე. თმები მოუშვი. თმები? ხო. მოუშვი. და მე აუშვი, ზევით. კარგი რა. როგორი? კარგი ბატონო, რატო ხეს? კარგი, ერთ მაგარ ისტორიას მოგიყვები ახლა. ძალიან მაგარ ისტორიას. შენ კი არა, ყველას უნდა მოუყვე. ჩემ ბუფეტს ერთი წუთი ხალხო. მაგარი ისტორია უნდა მოგიყვე, ძალიან თოთ მომისმინეთ სულ ყველამ რა. რა მაგარია, მომისმინეთ სულ ყველამ.
ხო და აი ესეა ხალხო, აი ახლა ჭიპი არ აქვს. მარია, ჭიპი არ აქვს. ჭიპი არ აქვს. აი რა მაგა ესე იგი. მოკლედ იქოი ჩემი მეზობელი ხო არის? იქ ამუჭიკოზე ვერთობი. სამსახურში კიდე არ შემოგვაზე ვერთობი. ახალზე. ასე ავიწყეს ხოვრება თქვენ როგორ ხართ? ხო კარგად არის თქვენი საქმეები. ხო, მოდი შენ კაპლეტი გინდოდა წერა. იგია სახში ხარ? დიახ. აი მეს რა? რაზე მეკითხები? უი, ამ ულამაზეს და ძვირიან მაცივარზე? რა ლამაზია, იყიდე? დიახ. მე თუ მაცივარი. მაცივარი. სამაგერად მაცივარს ცისფერი თვალები არ აქვს. სად იყიდე? მეტრო მარტის გახსნაზე ვიყიდე. როდის მოასწარი? ვინა მოგატანინა? მოვიყიდე, ზოგზე და ამოვიტანე. გაგიჟდი შენი ნეკნისთვის, არ შეიძლება სიმძიმე. ობა რამეკრა, საყურებლო ლიფტი არ მუშაობდა და. გია. გეხმარები, გაიხო. მოგწონს ისე? ძალიან ლამაზია, ყოჩა. ლამაზი იქნება, მაგრამ ნუნუ მომარჩევინე. ნუნუ ყავდა, სარჩევად წასაყვან. არა, რომ მივედი გახსნაზე იქ დამხვდა. ვიცი, მასწავლის ყიდვას აპირებ. ხო და ეს მაცივარი იყიდე, ამას ტოსტერი მოყვება საჩუქრადო. ტოსტერი აბა სად არის ტოსტერი? აბა გამოიცანე. ტოსტერი შეგორჩენდა. მართალი ხარ. რაიმე გია, ისე ფული რო არ ქონდა, როგორ იყიდე? განვადებით გამოვიტანე. არ მინდოდა ლევანმას ფული რომ გამოეგზავნა. რუსული ფულით ნაყიდე მაცივარში. ქართველი ხბოს ხორცს მე არ შევინახო. გია, ისე რაღაც უნდა გითხრა. ამ დილით რო გითხარი, ლემას დაურეკავდა ფულს გამოვაგზავნინებ მეთქი, სინამდვილეში არც ვაპირებდი. უბრალოდ ძალიან მინდოდა მაცივარი გეყიდა და ლევანით შეგაშინე. არა, ვიცი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ცუდი ადამიანი ვარ, მატყუარა, ჩუმჩუმელა. ხო, კარგი, გეყოფო. ეგრეს ნუილანძღები ახლა. მეც მოგატყუე. შენ რა მომატყუე? განვადებით არ გამოვიტანია ეს მაცივარი. აბა. შენი ბეჭედი დავალომბარდე და იმ ფულით ვიყიდე. აი, ვინ არის სინამდვილეში ჩუმჩუელა და მატყუარა? გია, რომელი ბეჭედი? არ გცხვენია. შენ არ გცხვენია ლევონათი რომ აშანტაჟებდი? კაი, დაწყმარდი, დავშვიდეთ ახლა ორივე. ავღელდით და განტვირთო გჭირდება. კარგი, განტვირთო გჭირდება. ლაშას რო ჭიპი მოაჭრას გახსოვს. რა მაგარია, უჭიპო კაცია. ვეყოფა განტვირთვა? ესე იგი, ლევანმაზე მომატყუე, არა? აჰა. ხო და არ წავალთ სარფში. სარფში წასვლა როდის გთხოვ? ჯერ არ გითხოვე, მაგრამ აგვისტოში ხომ გთხოვ? ხო და უარი მეთქება წინასწარ ნახავ. გია. გინდა გაგახარო? გია, ბრა. ახლა ლევანმა დამირეკა და შენ რომ ბეჭედი დაალომბარდე, იმის ფული გამომიგზავნა. ეს ეხლა რა გამოდის, რომ მაინც ლევანმა გვიყიდა ეს მაცივარი? რა ძმა მყავს, ვენაცვალ ეგ რო არ მყავდეს რა მეშველებოდა. რანერი ქართველი ვარ ახლა მე რა. არა, რაღაცნაირი ქართველი ვარ. არის, სად მომიყვანე, რანაირი ბარია რა არის? რატომ ძალიან ცუდი არ არის? და ხო გითხარი აქ ერთი გოგო მუშაობს და? პატარაბის დიდი გზნობები გაუჩნდა, ჰა? მარტო ჩვენ ვიქნებით, ხო? კი, რა იყო? არაფერი, მივალდი ფანჯარას კამს ავაფარებ, თორე გამეყიდა ბეჭები მიბერა. რა სინებებთ? მოვა მეგობარი შევუკეთოთ. გელოდოთ?
გამარჯობა. კარგი, პატარა შევკვეთოთ. მოკლედ, კახა, საჭმელი არ გვინდა. აი, კატეტები წამოვიღე, დამრჩა და ანუ დავლივოთ. საჭმელი არ გვინდა, კატეტები. ხო. უკაცრავად, კატლეტების შემოტანა არ შეიძლება. წარწერას ვერ ხედავთ? ბარში კატლეტების გარედან შემოტანა აკრძალულია. უკაცრავად. ბოდიში, თქვენ საიდანაც მეცნო, ადრე თქვენ სხვა ბარში მუშაობდით, ხო? კი, იქიდან გამომაგდეს. ხო, არ მიკრის რატომღაც. რას მიირთმევთ? კარგით, საჭმელი არ გვინდა, მე მგონი დავლოთ, ხო? დავლოთ. ტარხუნის თუ მსხლის? 2 ლოდი, ჯერ. კარგით, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ სასმელი ძალიან ძვირია. რატომ? იცით, კლიენტები ძალიან ცოტა შემოდის და რა ვქნათ, ქირის და კომუნალურის გადასახადი ხო უნდა გადავიხადოთ. ხო, მაშინ იცი რა, ერთი არაყის წამოიღეთ და 2 თვის გექნება გადახდები. აი, ერთი არაყის დაფიმატე მაშინ. კახა ის არაყი. შენთვის ალკოჰოლი არ შეიძლება, ხო? ბაცა, ხომ მითხარი, მე სრულწლოვანი ვარ. არა, სრულწლოვანი ხარ, მაგრამ არასულტანოვანი ხარ. ის სიმალი ჩამოასხით? დილით ჩამოსხმული იყო და გამზადებული გქონდა. კახა, შეხა არ მითხრა რომ ეს მომწონსო. არა, ეს გოგო არა, სხვა. კარგი, მაშინ უნდა დავლივოთ, მოდი დავლივოთ. არა, მე არ ახსოვსო. რას ქვია, კახა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხათრით, ერთი ჭიქა. მაგის ხათრით. ო. წავიდა. აბა. გაუმარჯოს, ჩვენ სამინისტროს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აბა, წავიდა. არა, ბეტი აღარ ვიდა რა. არც მინისტრის ადრეზე არ დალევ, კახა? უი, მაგისას კი როგორ. იდი. აბა, წავიდა. ოუ. აი, მე კახა, მე მგონი ძალიან მთვრალი ხარ და მოდი სახში წაგიყვან და დავრჩები შენთან, რომ მოგიარო რა. არა, ახლა მთვრალი. არა, კახა, გეუნები, მთვრალი ხარ მეთქი ხა, შეხედე როგორ არა ხა, აბა, შეხედე რა დაბალი ხარ. არა, მთვრალი ხარ. მთვრალი თუ არ ხარ, მაშინ მოდი ეხა მეგობრობას გაუმარჯოს. მოდი ამჭიქით, ბატონო კახა, ყველა იმ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც თავის უსახკარო მეგობარს ქუჩაში არ დატოვებს, სახში წაიყვანს, მოუვლის, დილით ადრე ადგება და ყიყლიყოებს შეუწავს. გაუმარჯოს? ბატონო, სახში ვეძახი. აგიწყმის, მარტო ხორო, თან ადგილიც არ მაქვს. აი მეგობრობას კი? გაუმარჯოს. კახა. მოიცადე. თეკლა მოგწონს? შენ რა იცნობ? ნე, რას ქვია ვიცნობ კი არა, შეყურებულები ვიყავით. მერე დავშორდით. რატომ? რატო დავშორდით და ესე მითხრა მაღალი ბიჭები არ მომწონსო. კარგია. კარგია? კარგი. რა არის კახა კარგი? შეხედე, შენ სიგრძე თმა აქვს, რა არის? მე ბიჭი ვარ და პატარა თმა უნდა მქონდეს. კაცო, თმა რა შუაშია, კახა, თვითონ შენ სიგრძე, შენზე გრძელი თმა აქვს მეთქი. არ ვშევს, მე მაღალი გოგოები მომწონს. მაღალი კი არა, ზოგადად გოგოები მომწონს, უნდა თქვა, მაღალი რა შუაშია. ახლა შემოგთავაზებთ ჩემს ახალ სიმღერას რატომ? ორმაგი მოტეხიობა ახა, ტაში. გააჩერე მეთქი ტაში. ხო. რა არის, კახა, მოგწონს? ხრთოვანებული ვარ. ბატა, ხო არ გავიქცე და თაიგული მოვუტანო? არა, შენ არა, კახა, თაიგულს მე მივართმევ თეკლას. შენ რატო? იმიტომ რომ შენ შიგნით ჩაიმალე და რომ მივუტან, მოხტი და უფრო ეფექტური. მეგონა დამეხმარებული. კარგი რა, გინდა დაველაპარაკო შენზე მართლა? ო, კი. კარგი, ერთი წუთი ხო დამელაპარაკო. როგორ ხარ თქმა? კარგად, პატ, აქ საიდან გაჩნდი? ეს ბავშვი ვინ არის? ეს ბავშვი ჩემი უფროსია და ამას წამოყევი და შენ მოწონხარ რომ იცოდე თეკლა, ჰა? რა? აბა? თეკლა, ჰა? და რა გინდა თეკლა? რა სერჩი ვერ გავიგე? ბედი გაგიხსნა თეკლა. ბედი გაგიხსნა, უყოთ პატარაზე გაიხსნა და მარტო კახა გამიგე. რატო თეკლა სისულელები შვენიერი ბიჭია თან ეხა სახში რომ მიიყვან ხო წარმოიდგინე მამა შენთან პრობლემა კი არ შეგექნება ნერსი ამას საერთოდ ვერ დაინახავს ხო
ხო და ესე გადარჩები. თან რა გინდა? ფაქტურად ჯიბის შეყვარებული გეყოლება. რა გინდა? კარგი, რა გინდა პაატა მითხარი? ხო, კარგი, ერთი სათხოვარი მაგ რაღაცა. ხო, გისმენ. კარგი. მოდით ეკლა კახა გაიცანი ეს თეკლა არის, თეკლა გაიცანი ეს კახა. ადექი კახა რა. ადექი. ჩემთვის ხომე. კახა. დიახ. დღეს გცალია? კი. და სახლში მარტო ხარ? მარტო ვარ. ძალიან კარგი, ესე იგი პაატას დაიტოვე ბაბა დროებით. რას ნიშნავს პაატას დაიტოვებო? საიდან ვინ ჩააწვეთა ეხა ეგაზე რომ პაატა დაიტოვე შენთან? არა იმედი გოგოს არ აწყენებ, ხო? ხო არ აწყენებ გოგოს? არა, ხო, მაშინ დავიდოთ ბატონო კახა. ხო ზურა, კი. არა მესმის, არა, კარგი ბიჭი იყო ეს ლადო, უბრალოდ ეხლა პრაქტიკა აკლდა და გამოუცდელი, ნერვიულობდა თან. არ ღირდა მაგის გამო სამსახურიდან გათავისუფლება. ხო, კარგი ზურა, კარგად. დაუღუპე კაცი რა. კარიესის გამო კარიერა დაუნგრი. ლაშა, შენთან საქმე მაქვს. დიანა, მაგ საქმეს ახლა აქ ვერ მოვაგვარებთ. ყველანი სახლში არიან. და თუჩა, მე აფთიაქის საქმეზე გელაპარაკები. ხო, მე ვიფიქრე. ხო, გისმენ დიანა. არა ლაშა, ასე არ დამიძახო. ისე დამიძახე, როგორც მეძახთი ხოლმე. კარგი, გისმენ დიანა. აფთიაქში. გადასარევი ბიჭია, ჩემი ნათესავია, ძალიან მოგეწონება, ეხლავე გაგაცნობ. მოდი. გაიცანე. გაიცანე, ეს ლადოა. ეს კიდევ ლაშა. ჭიპი რო ამოაჭრეს ის. ლაშა. ლადო. რასინებებთ? არაფერს მადლობა. ძალიან კარგი არც არაფერი გქონდა. დღეს აქ თეკლას უნდა ემღერა. იმღერა. ხალხი არ იყო, ისი ამტკივდა თავის სახში გაუშვი. როგორც ყოველთვის, ვისკი მომიდანე. ვისკი მოვიდა. ილია, მოიცა თქვენც ვიცნობთ? მეგონა ვიცნობდი, თურმე არა. მეცოდება საწყალი. რამდენი ხანი აქ დადის და სვამს. თუმცა ცოლი უნდა მოიყვანა, მაგრამ რაღაც გაუგებრობის გამო ის გოგო დაშორდა და იმის მერე სულ აი აქ გდია. რა გაუგებრობის გამო? ცით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს არაფერ შუაში ყოფილა. გამარჯობა ილია. ელენე? მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს მოკლედ გეტყვით, ჭიპი გავუქმეთ. ტრიში რა, ერთხელ კიდე გაიმეორეთ რაკენით? გავუქმეთ. პაციენტს. დიანა ძალიან გთხოვ, ახლა ვიცი რა არის, არ მცალია კასტინგი მაქვს და და რა კასტინგია ლაშა? დამხმარეს შეძებ. ია, როგორ ხარ? რაც არ ამისას, თუ მტკივან ნეკნები. უკაცრავად მემაბადით. კარგით რა ბატონო კახა რა. ერთი თვე აქ დავდივარ და წყალში ვცხოვრობ. სულ ასე მეუნებით მოგიგვარეთ მაგ პრობლემას. ეხლა წავალ და პირდაპირ მინისტრთან მივარ. ბატონო კახა, ერთი წუთი დგის, თუ შეიძლება არ წახვიდეთ რა. დატყორელო გურა, მომისმინე ერთი წუთი აბა. რა უნდა გითხრა? აი, შეხედე, საბურთალოზე არის მშვენიერი ბინა. შევარჩიე, ვიმუშავე თქვენთვის. აი, შეხედეთ, როგორი ბინა აგირჩიოთ, რა? კარგი ბინა. აბა, ჩვენ აქ საქმეს ვაკეთებ და მუშაობთ, ისე კი არ ვზივარ და კი არ იმაშვებით, კაც.
გი აქ სუგიცურავს ფეხი და არ დავარდე. ხილად. გადააგდე ეს ფეხის საწმედი, რადგან შეუნა გითხრა ადამიანს. ნელა, ხალბატონ მარინა, რა მართლა, გადააგდე თქვენ ეს ფეხის საწმედი, მე გიასთან დავჩები. ხო, შენთან დავჩები მთელი ღამე გია. ხო, არ მეზარება რა. მთელი ღამე. ხო, არ მეზარება, შენთან დავჩები. მოდი. ატა. როგორი პატივი გვეცი, არ ვიცი რითი გადაგიხადო. ხალბატონ მარინა, ეს გაიხადე გია. რა უნდა გადამიხადოთ, როგორ გეკადრებათ? რა საჭიროა უბრალოდ მითხარით, მე საწვევი და ეგ არის. მარინა. ვაი. მოდი ხაბარემ, საჭმელიც გააკეთე და და შეჭარ და წავა. გია, ის რა შუაში გია, უბრალოდ რამხელა დივანი გაქვთ ხლა, რამხელა დივანი ადამიანი რო შემოვა, ნორმალურად კი ვერ გაივლის, რა წესია? აი წარმოგიდგინე, კარს გააღებ, შემოხვალ და ერთი ნაბიჯი და დივანზე უნდა დაწვეს, სხვა გზა არ გაქვს, რა იგი მარინა. მარინა, გესმის? აი თუნდაც რატო მათრიავან? საავტომობილში მომიგეთ და ტაქსალზე რო ზურგით მათრია, ხედავ? დაგიდე კურთუგები რო გიჭირავს ყეში. და აი საკიდარ, მე დაგიდე. არა, იყოს გია, იქნებ მე ეს. მთელი ღამე რა მაინც რა უნდა გავაკეთო და მე ექნება ეს ვიდეო. ატა. ბატონო. წვნიან შეჭამ? წვნიანი არ მინდა ის მაცივარში სოსისი გექნება და ის შეწვით, ხო? ოჩაპოლა. ამათო ასე გავაგზავნა და შეიძლება მაგის დატოვებაზეც ვიფიქრო. აი მე ესე იგი დღესაც პოროხასთან რჩება ბექუნა. რა ვქნა რა მოსულიყო ევახშმა ჩვენთან ერთად რა გავაკეთო არასოდეს არ არის ეს ბავშვი საქმეში. ხალბატონო მარინა მე გიტყვით ერთ რაღაცას ეხა ისიც რა არის მე მესმის თქვენი რომ ბავშვის მაგივრობას ვერავინ ვერ გაგიწევთ მაგრამ დარჩეს ეს ბექუნა იმ პოროხასთან იყოს დღეს რა მოხდა ეხა იყოს პოროხასთან და მე გაგიწევ თქვენ ბავშვის მაგივრობას აბა ხო თან სულ მეუბნებიან პატა როდის უნდა გაიზარდო როდის უნდა დაჭკვიანდე როდემდე უნდა იყო ბავშვიო მაგრამ მე არ ვიზრდები ხალბატონო მარინა და ესე მე გაგიწევ ბავშვის მაგივრობასო თქვენისთანაც ზრუნა დედებს დავეხმარო ხო პატა მოდი რა დამეხმარე რა დავждე მაგიდასთან მოდი ძალიან მткиვა აი ნელა აი გეტკინა გამკრავს ხოლმე რა გაკრავს ხოლმე ხო ვიცი გია ეგ საშინელება ხელია აი ხო თხილად მოდი დაჯექი საშინელებაა გია სხვათა შორის მე ხო ოპერაცია გავიკეთე მუხლის ოპერაცია გავიკეთე და მუხში მე ნუ ისე გამოვიდა რომ ჩამისვეს პლატინა ხო და მე რა ხდება იცი გია დამჭაც უნდათ უშნო დამჭი ხო ხდები აი ამ ადგილზე ცოტა ამოიბერა დროთა განმავლობაში და აქ მოდი ესე ვერ დაინახო ერთ წუთს გაჩვენებ არა გია ესე ვერ დაინახო მართლა ჯერ არა არ მიყვარს ამ ობურცული რაღაცეების ყურება აი გია ანუ რჩები თქვენთან ხო გია ესე იგი გია გია რეებსაკეთი მეშინია რედას ვისაუბრე გია რჩები თქვენთან თუ გია რა იყო რა მოგივიდა გასა მეთკინა ჩავიძინე ძლევს რა იყო უნდა გამაგვიძე მაგრამ რჩები თქვენთან მართლა გეტკინა არა ვაშოთ გამივლეს გია ისე ინერვიულო შენი ამბავი რეზიკომ რომ საჭმელს პირი არ დააგარა მე დაგეყარა ეს საჭმელი და შეჭამდა უი მართალი ხალბატონ მარინა ცოტა დიდი გალი არ გაქვთ მართალი ხარ პატა მეც ვიფიქრე მაგაზე რაღაცა ვერ ეტევა არა რეზიკო რა შუაში ჩემთვის ვიძახი ჩემთვის ცოტა დიდი გალი გაქვთ მე ვიცხოვრებ და აი ბავშვად ხო დავჭებ თუ გინდა თუთიყუშად დავჭები და ვიცხოვრებ აქ ხო თან მაგრად ვაკეთებ მე თუთიყუშის იმას რა ქვია პაროდიას გაჩვენოთ აბა ხო აი უყურეთ
ეგ არის ქათმის პაროდია ეხლა შენ უკვე შეარაღე. გია ეს არის თუთიყუში რომელიც აკეთებს ქათმის პაროდიას, ხო? და გეგოა მაიმუნობა. ანუ რჩები. აი ამ დივანზე გაგიშლი და აქ დაიძიე. ანუ რჩები. კი. იესუს რჩები, ქალბატონო მარინა. რჩები, ქალბატონო მარინა, ვაიმე, ესე იგი მიმიღეთ ბავშვად, ხო? კი, მიგიღეთ. უნდა გადაგეხვიო. დედა. მოდი. დიდი მადლობა, ნეკნა გატეხილო მამა. დიდი მადლობა. აი რეზიკოსაც როგორ გაუხარდათ, ხო ხედავთ, რა ბედნიერია. სხვათა შორის ესეთი მყავს სამსახურში მეც. რა, ისიც ესე ბევრს იმაშობა? არა, მე ჩემი უფროსი ვიგულისხმე, ესეთი პატარა არა. ესეთი. უი მართლა სამსახურში მიდიხარ ხო? აი, დაურეკე და უთხარი. ასეთი სიტუაციაა, მეგობარს ჭიპი გაუუქმეს მეთქი. ხო და დილით აუცილებლად უნდა შევიდე და კარგად დავცვენო მეთქი რა. ხო და იმებას მითხეს რომ რადგან ახლა ეგეთი ამბავიო, როგორ მოხვალ. და ხო კიდე, ესე იგი ღამე საბანი არ გადაიხადო. გასაკეთებელია ის ფანჯარა უბერავს და გაცივდები. ჩუსტები აქ დაგილაგე. ღამე თუ დაგჭირდება საპერფეროშოში გასვლა, ფეხშიშველი არ გახვიდე იცოდე, თორე ფეხი გაგიცივდება. ეს ფარდა გადაგიწიებ, თვარიშუქი არ შეგაწუხებს. კიდე რა მინდოდა მეთქვა. ქალბატონო მარინა, გაჩუნდი თორე დედას პიცა ვარ თუ წავი თუ დავრჩე ეხა და თუ არ წავიდე სახში. ძიმდებს. უნდა რა ძლივს ვიძინებდი და გამიტეხა ძილი რა. როგორ დავიძინო? რატო გამიტეხა რა უნდა? ეხა ესეც გამიტეხავს, რატო მიტეხავთ? რა გინდა ვერ გავიგე რა გინდათ? გია. რა საკეთებ გია, ჰა? არ იცი შე? არ ვიცი რა. აი ეს ნაჭერი თუ არ გადააფარე ამას? ხამხამობით. თვალდა ხუჭული. თვარეულებით რა. ესე ნერვიულად აკეთიკით იწყებს სიარულს, კაი. თან იძახის გამომიშვი თორემ დაკორტანითო. მერე იწყებს გალიის ღრღნას. ოდე ერთხელ გაღრღნა გალია. ვეცი, მეცა დამაგრიჟა მთელი ხორცები მყავებზე. მერე მარინა მოვიდა ეს გადააფარა და ძლივს დააწყნარა. გირა განახო ნაიარები. გია წადი ეხლა არ მომეკარო თორე ვიკივლებ ისო. წადი ეხლა არ ვიკივლებ. წადი! განახო. წადი!